მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენს არხზე, იოგას აკადემიის არხზე, დღეს ჩვენი თემა არის ფიტნესი და იოგა, ორივე ერთად განვიხილოთ. ჩვენი სტუმარი არის ლელა ლალიაშვილი, რომელიც არის ფიტნეს ინსტრუქტორი და ასევე ჩვენი კურსდამთავრებული, რომელმაც გაიარა ჩვენი კურსი, 6-თვიანი კურსი იოგას ინსტრუქტორის მომზადების. მოგესალმებით, ლელა, როგორ ხარ? გიორგი, კარგად. მიხარია რომ მომიწვიე. დიდი პატივია ჩემთვის. მიკროფონი ოდნავ ახლოს მეწიე. ხო, ანუ ძალიან მიხარია მართლაც რომ გვეწვიე, იმიტომ რომ უნდა აღვნიშნო აუცილებლად რომ ანუ მარია, ანუ ჩემი შვილის ტრენერი არის ლელა და ძალიან ბედნიერი ვართ ახლა, იმით რომ ჩვენმა შვილმა იმის შემდეგ რაც იოგას აღარ მისდევდა გადაწყვიტა ახლა ფიტნესზე და შეიძლება რომ თქვა იოგაც ასწავლოს და მე ძალიან კარგი იქნება ხო იმიტომ რომ ხას უსვამ იმ ხრივაც რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის ანუ მოზარდი ადამიანისთვის ზოგადად ვარჯიში და როგორ ეხმარება მოზარდ ადამიანს არამედ ფიზიკური თვალსაზრისით არამედ სულიერად მეტალურადაც აუცილებლად კი საერთოდ მე დავიწყებ იქიდან რომ კიდევ მადლობას გიხდით მოწვევისთვის და ვიტყვი რომ პირდაპირ გავუსვავ ხალხს რა მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი. ხო, განვითარება ადამიანის ნებისმიერ სფეროში და განსაკუთრებით თუ მოზარდებთან გვაქვს შეხება. პირველ რიგში უნდა ვიყოთ კარგი ფსიქოლოგები, პირდაპირ და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა. უნდა ვიცოდეთ, შეიძლება უმაღლეს დონეზე არ ვიცოდეთ ანატომია, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეს ყველა. ვისაც აქვს ადამიანის სხეულთან შეხება. ეს იქნება ფიტნესი, ეს იქნება იოგა, ნებისმიერი აქტივობა პილატესი თუ არ აქვს ძალისმიერი ვარჯიშები არ აქვს მნიშვნელობა რა. დღეს არის ძალიან ბევრი ინსტრუქტორი, ვისაც მართლა არ აქვს ამისი კომპეტენციები და რა თქმა უნდა შესაბამის ცოდნა. მე თამამად და ამაყად შემიძლია რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანთან ვიმუშაო და მართლა ამაყი ვარ ავით. ძალიან მოხარული ვარ, ანუ მაგ ხრივაც ანუ როგორც ახსენე რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ფსიქოლოგიურად როგორ მიუდგებით მოსწავლეს და ანუ მე შედეგს ანუ ნამდვილად ხედავ, ანუ მარიას შემთხვევაშიც და ანუ ისედაც რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ანუ ინსტრუქტორმა სწორი მიმართულება მისცეს ანუ ფსიქოლოგიურად. ანუ პრობლემა რა არის? მაგალითად ამ ასაკში შეიძლება ვთქვათ ზოგადად საერთოდ რა პრობლემა შეიძლება კონდეს? თვითშეფასების პრობლემა შეიძლება კონდეს ადამიანს და ერთი მხრივ ჩვენ უნდა დავამოტივიროთ ადამიანი რომ ივარჯიშოს, მაგრამ ამავდროულად რომ იგრძნოს თავის სრულყოფილად, რომ ასე ვთქვათ მათი мотиваცია ანუ თუნდაც დასრული იყოს თუ არა იყოს, არ იყოს ნეგატიური, რომ მე რაღაცა ნაკლი მაქვს და ეხლა მინდა რომ ხო, ჩაგერთვები გიორგი, სხვათა შორის ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, როცა ადამიანი შინაგან სისუსტეს გრძნობს, რაღაცნაირად ძალა არ აქვს და თვითშეფასება აქვს ძალიან დაბალი, ხო? ხშირად იწყებენ ვარჯიშს, რატომაც აღიქვამენ, რომ ძალის მომატება შინაგან სიძლიერესაც მომატებს. ამ დროს სადღაც რომ დაუფიქსეთ მართალია, ნახე, თავარია ამ დროს კიდევ შეგხვდეს ისეთი ადამიანი გვერდით, რომ დაგეხმარება მენტალურადაც გაგზარდოს და ფიზიკურადაც მოქცეს ის, რაც შეიგინდა კონკრეტულად ადამიანს რა. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის კი, ანუ ეს ორი, რომ ბევრს უთქვამს, რომ ერთი არის, რომ მიდიხარ დარბაზში და ხდება იქ, ვთქვათ, სავარჯიშო ინვენტარი და ასე შემდეგ, მაგრამ აი რა ატმოსფერო და რა გარემო არის, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ახლა ამას ვინ ქმნის, ანუ ის ადამიანი, ანუ თქვენ, ჩვენ ინსტრუქტორები და ასე შემდეგ თლიანობაში პოლიტიკაც ქმნის, რა ფიტნეს ცენტრის პოლიტიკაც ქმნის, რომ ის როგორ მესიჯს აგზავნის, ანუ შენთან, მოქმედებს შენზე ისე, რომ უი ნაკლი მქონია და ეხლა უნდა გავიქცევი ვარჯიშო, თუ ადამიანს მიმღებლობის შეგრძნებას უვითარებს და ამავდროულად იმას, რომ დამატებითი სავარჯიშო გეხმარება შენ, რომ უბრალოდ გააუმჯობესო შენი თავი, ან შეინარჩუნო უბრალოდ რა, ანუ ესე აუცილებელი არის, რომ რაღაცა
ღიურად რაღაცა მეტი წონა აწიო და ხო, არა, ნუ ერთფეროვნებაც ცოტა მოსაბეზრებელია, ასე ვთქვათ, ფიტნესი გაძლევს, ძალიან დიდ საშუალებას გაძლევს, რომ მრავალფეროვანი გახადო. მით უმეტეს ახლა თუ მწვრთნელი ყავს ისეთი, რომ ის შესაძლებლობა აქვს, რომ არ იყოს რუტინა. რუტინა ნებისმიერ შემთხვევაში მოსაბეზრებელია, მით უმეტეს მოზარდებში ძალიან მოსაბეზრებელია, ძალიან. ამიტომ არის ცვლილებები, ცვლით ხოლმე რაღაცებს, შეიძლება წონა არ შეცვალო, მაგრამ შეცვალო ვარჯიში. ხარისხი დაუშვა, დეტალები მიაქცევი. ხო, ვარიაციები არსებობს. ძალიან ბევრი ვარიაციები და ამით შეიძლება გავახალისოთ ჩვენი ვარჯიში. ძალიან ბევრი ნიუანსია, რაც პროფესიონალებს ახლა არ გამოეპარებათ. მეორე რაც ყველაზე მთავარია. სწორად ვარჯიში. ახლა მოდის, ჩვენთან მოსწავლე ადამიანი, არა მნიშვნელობა ბიჭია, გოგოა და თქვათ არ გაქვს შეხება და ვერ ხვდები ელემენტარულად ვიტყვი, გამოვიყენება ამ სიტყვას და სკოლიოზი აქვს ადამიანს, რაც ყველა მიცის რა არის სკოლიოზი, სკოლიოზთან მუშაობა რა თქმა უნდა რთულია. სკოლიოზის გარკვეულება ესე არ ხდება, მაგრამ მივედით და ჩვეულებრივ როგორც ჯანმრთელი სხეულის ადამიანს, ისე დავაწყებინეთ ვარჯიში, აბსოლუტურად გამორიცხულია ეს. გამორიცხულია. ადამიანს თუ არ შეუსწორია ამ დროს პოსტურა, ანდეგობა, თუ არ შეამოწმე, ელემენტარულად რო შემოდის ადამიანს თუ არ ანამნეზი თუ არ ჩამოართვი, ასე მოკლედ ბჭყალებში რო ვთქვათ, ხო? ჩვენ თუ არ ვიცით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. და დავიწყეთ ვარჯიში, ეს უკვე არასწორია. ინდივიდუალიზმის შენარჩუნება, რაც ყველაზე მთავარია, ყველას მივცეთ ის, რაც მათ უნდათ. შენზე მინდა კიდე ის აღნიშნო, რაც ძალიან მომწონს, რომ მუდმივად ჩართული ხარ თვითგანვითარებით, რომ სხვადასხვა კურსებს გადიხარ. კინეზიოლოგია და ასე შემდეგ, რაც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ერთი არის, რომ ეს ჩვენ ვიცით, რომ ერთი არის, რომ ადამიანს შეიძლება ქონდეს ბუნებრივად რაღაც ისეთი აღნაგობა და ბევრი დიდწილად ხო ეს დამოკიდებულია გენეტიკაზეც რა და შენ უხურებ, ფიქრობ, რომ ეს იმიტომ არის, რომ მაგარი ინსტრუქტორი იქნება, რადგან ესეთი სხეული აქვს, მაგრამ იმდენად ბევრი რაღაც არის დამოკიდებული თქვა გენეტიკაზე, რომ ჩვენ შეიძლება გამოგვეპაროს ის ნაწილი, რომ ყურადღება მივაქციოთ უფრო მეტად ცოდნის ნაწილს, იმას შეიძლება ესეთი სხეული ქონდეს. ხშირი შემთხვევა ეს ძალიან, იმიტომ რომ პირველი ერთ შეხედვით ვიზუალურად არჩევენ. ხო, მაგრამ ესეთი სხეული კი ქონდეს, მაგრამ არ იცოდეს, რომ მე როგორ მასწავლოს, რომ მე არა მაქვს ესეთი გენეტიკა. კი ბატონო, აბსოლუტურად. ხო, ანუ ეს სხვადასხვაშორის იგივე, თქვათ, იოგაშიც არის იმ გაგებით, რომ თქვათ, მე რო გავაკეთო რაღაც მაგარი რთული ასანა, ვიღაცა იფიქრებს, რომ აი ამას ეცოდინება როგორ მასწავლოს მე. და ეს განსხვავებული რაღაც არის აბსოლუტურად. ხო, იმიტომ რომ ადამიანს შეიძლება მოქნილობა აქვს და მოქნილობის ხარჯზე როგორც ვიცით, ეხლა თქვენთანაც ვისწავლე და ეს ყველაფერი ჩემთვის უკვე ნათელია. კი, აბსოლუტურად ზუსტად ესია, გიორგი, ზუსტად ესია არა. მე კი ყველას ურჩევ, რომ განათლებულ ადამიანს, კომპეტენტურ ადამიანს მისცემ პრივილეგია ნებისმიერ სფეროში. ხო, თუნდაც ის რომ ვისაუბრეთ, რომ შენ ფიტნეს ინსტრუქტორმა გაიარე იოგას ინსტრუქტორის კურსი და ამასაც შენს პროფესიაში დააინტეგრირებ და შესთავაზებ, თქვათ, ადამიანებს ან პერსონალურად, ან ჯგუფთან ერთად, ანუ შეგიძლიათ ცალკე იოგაც შესთავაზოთ და ეს მნიშვნელოვანი არის, ან რატო იცი, რომ ბევრი ადამიანი არის, თქვათ, 5 წლის წინ რომ გაიარა კურსი, ხო, იმის შემდეგ, ანუ აღარ ცდილობს, რომ რაღაცა ახალი ისწავლოს. ანუ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ძალიან მომეწონა ამ შემთხვევაში აი ჩვენ ხო ის კურსი რაც გქონდა თქვა 5 წლის წინ ანუ შეიძლება 10 ჯერ უფრო გავაუმჯობესეთ თუნდაც ხო სხვადასხვა სანამ დავიწყებდით დღეს ჩვენ ჩაწერას დღეს მოვივიდა თავში აზრად რომ რაღაცა ცოტა ხანი თუ გავჩერდი მაკლია და მინდოდა რომ თქვენთვის მეთქვა რომ ახალ კურსს რო დაიწყებთ მე შიგადაშიგ შემოვალ და მოგისმენთ ხოლმე კიდევ იმიტომ რომ ყოველი სიახლე არის, თუნდაც ერთი და იგივე მოვისმინოთ, მაინც ახლის გაგება. კი, სხვადასხვა ერთ გოგოს უნდა გავლა გერმანიაში ცხოვრობს და ანუ სერტიფიკატის თემა ინტერესებდა და გერმანიაში ყოფილა ესეთი რაღაცა, რომ თუ გაივლით დავუშვათ კურს საქართველოში, ხო? ყოველწლიურად
იმის გამო რომ პროფესიონალიზმი შეინარჩუნო ან აიმაღლო იგივე ორგანიზაციაში უნდა გაიარო კიდე 2 ან 3 კვირიანი კურსი რომ შენარჩუნებული იყოს იმ სერტიფიკატის აღიარება. რატო? იმიტომ რომ აი თითქოს რა უნდა შეიცვალოს, ხო, ფიტნესში, მაგრამ ყოველწლიურად, ხო, რაღაცები, ძალიან ბევრი რაღაცები იცვლება რა. კი, მეც რა დავამთავრე ფიტნეს აკადემია, ზუსტად ეს იმას არნიშნავს, რომ ახან აკადემია დავამთავრე, всё დასრულდა. დროთა განმავლობაში შეიძლება რაღაცა დავიწყებას მეც ნებისმიერ რაღაც თუ პრაქტიკაში არ გადის, ის აუცილებლად დავიწყებას იმის მიუხედავად რომ მე სულ პრაქტიკაში ვარ, თეორიული ცოდნა კიდევ სხვა არის. ამიტომ სხვათა შორის ჩვენ სერტიფიკატებსაც აქვთ შემდეგ განახლების, გადამზადების, გამოცდის, ჩაბარების დრო. და ეს ძალიან მომწონს იმის მიუხედავად რომ მე ევროპის სტატუსი მაქვს პერსონალების მწვრთნელის. ძალიან კარგი. ხო, ეს აი ესეთ რაღაცას მინდოდა მესაუბრა, რომ აი ფიტნესი ხო ძალიან ფართო სფერო არის, ხო? ფიტ ნიშნავს იყო ფორმაში, ხო? და აქ პრინციპში შეიძლება შევიდეს ანუ ყველანაირი ვარჯიში, რომელიც კეთდება ფორმისთვის, მათ შორის სპორტიც, რომელიც კეთდება ნებისმიერი აქტივობა. აი კრივზე მე თუ ვივლი როგორც იმ ფორმისთვის, ხო ფიტნესი არის, ხო? აქტივობაა ჩვეულებრივ, კი, რა თქმა უნდა. ხო, ნუ ეხლა რაც შეეხება სხვადასხვა მიმდევრობას, ასე ვთქვათ, ფიტნესი, ვთქვათ, იოგა, პილატესი, ხო, ეს ყველაფერი კარგია, ადამიანმა უნდა შეარჩიოს მისთვის სასურველი და საყვარელი აქტივობა. იმიტომ რომ აქტივობის კეთება, როცა მოძრაობასთან გვაქვს საქმე, სიამოვნებას უნდა გვანიჭებდეს აუცილებლად. მე სულ ამბობ ხოლმე, რომ მოძრაობა, ფიტნესი, ვარჯიში არის ჯანსაღი დამოკიდებულება. და ყველას მოუწოდებ ხოლმე და ჩემი სლოგანია ხოლმე, ასე ვთქვათ, შეცვალეთ მავნე ჩვევები ჯანსაღი ჩვევებით. ეს არის ძალიან მაგარი რაღაც და ისევ აღნიშნავ როგორც ფიზიკურად, ასე მენტალური მდგომარეობისთვის. ეხლა ეს ვარჯიშის სახეობები რო განვასხვაოთ, ხო, ინდივიდუალური არის, რომ ვიღაცას თქვათ კარდიო არ მოწონს, ან თulis რომ არ ჭირდება, ან თქვათ ვიღაცას პირიქით, ანუ მეტი კარდიო თან მოწონს და თან ჭირდება და ასე შემდეგ, ხო? ხო, ეს ესეთი თემაა, ხო? ან შენ ხო, ხშირად არის ხოლმე, ხო, ეს თემები ვიღაცა მოვა გეტყვის, რომ აიცი რა არის, მე კარდიო არ მომწონს, არ მინდა რომ ვაკეთო, მაგრამ მინდა რომ გავხდე. ამის მიზეზი რა არის, რომ ეზარებათ თუ უბრალოდ რაღაცა აბა როგორ ანუ არა აქტიურები არიან. ხო, ან შეიძლება უბრალოდ რაღაცნაირად რა შეიძლება იყოს, რომ ერთფეროვნად აღიქვამე, ანუ ეგეც შეიძლება. ხო, ნუ როცა არა აქტიური ადამიანი ხშირ შემთხვევაში მაშინ არის ეს ჭარბი წონა, ხო, ეს რაღაცა ლოგიკურადაც ესია და შესაბამისად ეხა დარბაზში რომ მოდის და შენ ეუბნები რომ უნდა იხტუნაო, უკვე უჭირთ, ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ ურჩევნიათ რომ თქვა ძალის ვარჯიშები გააკეთო? კი. ხო, ანუ ესეც ალბათ ხო, ნუ ვისაც მოძრაობა არ უყვართ, ხო, მაგრამ არის ეხა ვის რა ინტერესი აქვს. ინტერესებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ეხლა მე ყოველთვის მიყვარს ხოლმე ექსპერიმენტები, როგორც აღნიშნე, მიყვარს სხვადასხვა რაღაცების შესწავლა, ანუ ეს ფიტნეს კინეზიოლოგიაც შევისწავლე, რაც კიდე უფრო მეტად მეხმარება კუნთის სწორ მუშაობაში და მოძრაობაში. აი ზოგადად მოდი ცოტა რომ განვავრცოთ რა არის კინეზიოლოგია და რატო ჭირდება ინსტრუქტორს კინეზიოლოგია. ნუ პირდაპირ სიტყვა გეუბნება მოძრაობის მეცნიერებაა კინეზიოლოგია. ჩვენი მოძრაობელი სისტემა, კუნთური სისტემაა. ვიცით და ეხლა ძირითადად კინეზიოლოგია ზუსტად ემსახურება მოძრაობას. რომელი კუნთი რა გრადუსში რა ტიპის მოძრაობას ასრულებს. ხო, აი ზუსტად ჩვენ კურსეც იმითო არის კინეზიოლოგია, რომ რაღაც გაგებით ყველასთვის საბაზისო რაღაც არის. ან რა მოძრაობები არსებობს, ხო, რაღაცა დოზით უნდა იცოდეს. ყველა, ვისაც აქვს ფიტნესთან შეხება, არა მარტო ფიტნესთან, ის იქნება იოგა თუ პილატესი, არა აქვს მნიშვნელობა, უნდა იცოდეს. კი, ფიზიკური ვარჯიშთან რაც კავშირში არის, ანუ კინეზიოლოგია, მეც ასე ვფიქრობ. კი, იმიტომ რომ რომელი კუნთია მომხრელი და რომელი გამშლელი, ელემენტარულად უნდა იცოდეთ. კი, ანუ ეს კიდე იმაში გვეხმარება, რომ მაგალითად ერთი არის რომ ვარჯიშები ასწავლო დაზეპირებულად, იცი რომ ამ კუნთისთვის ეს არის კარგი და მეორე არის ასწავლო გააზრებულად. და მაგალითად აი პერსონალურად როცა
მუშაობ ადამიანთან, ან თქვა რაღაც პრობლემა აქვს ხერხემლის და არ შეუძლია ამ პოზაში რაღაცის გაკეთება, ხო? და შეგიძლიათ მისი ვარიაცია რომ სხვა მდგომარეობით. თქვა ახლა ხშირად არის ხოლმე ესეთი შემთხვევები პრესის ვარჯიშებთან დაკავშირებით, როცა ადამიანებს ერთვება წელის კვადრატული კუნთები, კონკრეტულად ვიტყვი და დისკომფორტი აქვს ან ზურგის გამშლელები. იმიტომ რომ აგონისტი ანტაგონისტი კუნთების მოქმედება ასეთია. აუცილებელია. ჩვენ თუ შეგნებულად არ ვიცით, როგორ გამოურთოთ ეს კუნთი უკანა გამშლელები, ზურგის გამშლელები, სხვა შემთხვევაში ვერ გავაგრძელებთ პრესის ვარჯიშს, ხო? თუ მით უმეტეს პრობლემა აქვს. მით უმეტეს პრობლემა აქვს. აი რამ ხელმისაწვდომია რომ უცოდნა. ხო, თქვა შეუძლია ადამიანს ფეხზე დგომა და ისე შესრულება ამ ვარჯიშის. დაუშვათ არ შეუძლია, უნდა შეგვიძლოს ალტერნატივა შევთავაზოთ დამჯდარ პოზიციაში. თუ დამჯდარი არ შეუძლია, დაწოლილ მდგომარეობაში. და პლუს ახლა იოგას ასანები მოიაზრებს ასევე თავდაყირა მუშაობასაც, ხო? ეს არა მარტო იოგას ასანები, ზოგადად, ამ პოზიციიდანაც უნდა ვიაზრებდეთ სხეულს და მაგიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვანაირად, კინეზიოლოგიის გარეშე მე მგონი უბრალოდ ინსტრუქტორმა უბრალოდ უნდა დაიზეპიროს რაღაცეები და როცა დაზეპირებული აქვს და შესაბამისად გამოდის რომ სრულად მუშაობას ვერ შეძლებს ყველა მომხმარებელთან. ხო. ყველა ტიპის მომხმარებელთან. ესე იგი, ჩვენ რა ესე შევხედოთ, ნახე კარდიო, ძალისმიერი ვარჯიშები და გაჭიმვები და წონასწორობა შეგვიძლია ცალკე გავიყენოთ. ხო, ბალანსიც საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანია, კი ბატონო. ეხლა მოდი ესე ვთქვათ, რომ ვისაც უნდა ძალისმიერი ვარჯიშები, რამდენჯერ კვირაში, რამდენჯერ ურჩევ ერთი და იგივე, ან ზოგადად როგორ არის მიღებული ერთი და იგივე კუნთის მუშაობა, ვთქვათ ფეხები. ხო, ცოტა ინდივიდუალურია. ვიტყვი ამას, იმიტომ რომ როდესაც ვარჯიშობ ძალისმიერად გვიწევს მძიმე წონის აწევა. ხდება კუნთის ჰიპერტროფია, კუნთის დაზიანება, ასე ვთქვათ, ანთებითი პროცესი მიდის. რასაც ჭირდება აღდგენა. აღდგენა ხდება ძილით, კვებით, დასვენებით. ყველა ორგანიზმი არის სხვადასხვანაირად, სხვადასხვა დროში ახდენს აღდგენას. აუცილებლად ინსტრუქტორმა უნდა განსაზღვროს აღდგა თუ არა მისი დაზიანებული კუნთი. სხვა შემთხვევაში არ შეიძლება გაგრძელება იგივე კუნთზე ვარჯიშების. აღდგენა უნდა მოხდეს ბოლომდე. ამიტომ ზოგი ორგანიზმი მალევე ახდენს აღდგენას, იმიტომ რომ კარგი ძილი აქვს, კარგი კვება აქვს, მაგრამ ბევრი ვერა. აი ზუსტად ამაზეა გიორგი დამოკიდებული. საერთოდ ჯამში მაინც რა დავფიქროთ, კვირაში 3 დღე, 4 დღე ნორმალურია. 4 დღეს შეიძლება ხო, ზოგიერთ კუნთზე. მე მაგალითად ვიყენებ ხოლმე ხო, საშუალო წონებით. გადანაწილებული მაქვს ხოლმე სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა კუნთები. რომ შეძლოს მაინც აღდგენა. და რაც შეეხება კარდიოს პრინციპი ის რომ რეკომენდებული არის თქვა დღეში დაახლოებით 40 წუთი რომ გული აქტიურად მუშაობდეს. ეს რაღაც ესე თქვა საშუალო სტატისტიკური მონაცემი არის და ეხლა ჩვენ მაგალითად კარდიო რა იოგას ასანების კეთება დიდად კარდიო არ არის. ჩვენთვის ეხლა მე და გიორგი ტენისზე თუ გავალთ, ხო ეს არის თქვა 1 საათი ეხლა კარგ შემთხვევაში კვირაში 3 დღე ესეთი არის რა პლუს ასანები და ძალის ვარჯიშები რა ხო აი კარდიოს შემთხვევაში აი ყოველდღე რო ივარჯიშოს ადამიანმა თქვა ყოველდღე ირბინოს კარდიოს სირბილიც არ არის მაინც და მაინც აუცილებელი ჩქარენაბიჯის ხო ნებისმიერი კარდიო ჩქარენაბიჯის ციარული 1 საათი დღეში ეს ძალიან კარგია მაგრამ ალბათ მნიშვნელოვანი არის კიდე ისიც ურჩიოთ რომ შეიძლება ერთბაშად ძალიან დიდი ენერგია ქონდეს, დაიწყოს და ორ თვეში გამოიფიტოს. რომ მაგალითად დაიწყოს, თქვათ, თუნდაც კარდიო ექნება თუ რაც არის, რაც ხო, აქ უკვე გადადის კალორიულ დეფიციტში. უყურე, ამიტომ აი რომ ადამიანი რომელიც აქტიური არ იყო და ჩაერთო აქტივობაში, მან კვებასაც ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. აი კვებაზე ცალკე კიდე ვისაუბროთ. ერთ დეტალზე გავამახვილოთ, აი წარმოიდგინე რომ ისევ იკვებება, მაგრამ რაღაც მომენტში ძალიან დიდი შემართება აქვს, იწყებს ვარჯიშს, ან ყოველდღე დარბის, ან რაღაცას და ორ თვეში ენერგია არ აქვს და ასეთი საფეხურები, ანუ მე ყველანაირ ვარჯიშებს პრინციპში ანალოგიურ მას ვურჩევ, რომ
თქვა დაიწყოს ისეთი რა ხანგრძლივობით, თქვა შეიძლება 20 წუთით. ოპტიმალურად უნდა შეერჩეს. კი. თან მე თქვა ერთ თვეში კიდე ნელ-ნელა დაამატოს. კი, ორგანიზმის რესურსი იწურება, კი ბატონო, კი. ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ რაც უნდა ბევრი ენერგია ქონდეს ადამიანს, მაქსიმალური არ გამოვიყენო. ხო. ვიცი რომ ხვალდაზე ის ვეღარ მომცემს იმას, რაც ეს მაგას გულისხმობ. რა თქმა უნდა. ხო, იმიტომ რომ შეიძლება ერთ თვეში, ორ თვეში, კი, ძალიან მნიშვნელოვანია. მე სხეულს რო ეზარება, ნიშნავს რომ რაღაცნაირად გამოფიტას. კი, მას დასვენება ჭირდება უცებად. სხეულს არ უნდა დავაძაოთ. უბრალოდ ვერ მოგცემს იმას რაც. და ესეც ზოგი ფიქრობს რომ მაგალითად 10 წუთი ვარჯიში, ანუ ვინც საერთოდ არ აქტიურობს, ფიქრობს რომ ეს არაფერი არ არის, მაგრამ 10 წუთიც აქტივობაც საწყისისთვის და შეიძლება რაღაც უმოძრავ ადამიანისთვის უკვე რაღაც არის. ხო, ანუ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ რაღაც ვარჯიში გააკეთოთ. კი ბატონო, ჩემთვის თუ შეიძლება რომ 1 საათი ძლიერი დატვირთვით ვივარჯიშო, თქვა არა მოვარჯიში ადამიანისთვის 10-15 წუთი იყოს იგივე, რასაც მე ვაკეთებ 1 საათში. რა თქმა უნდა, აბა რა. ეხლა გაჭიმების თემა როგორ არის შენთან? ხო, გაჭიმები ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხი მაგალითად რამდენად ითხოვს თვითონ ან შე როგორ სთავაზობ ხოლმე რომ ან იოგას ასანებს ან ბავშვებს. ძალიან დამეხმარა იოგა სხვათა შორის, მე ფიტნესში, სხვათა შორის კიდევ პაციენტებთან. იმიტომ რომ გაჭიმები ხშირად არის, როცა ჰიპერტონუსში აქვთ კუნთები ადამიანებს და რაც იწვევს ძალიან დიდ ტკივილებს, გიორგი, ძალიან და ნუ ასეთი პაციენტები ბევრი ყავს. ნუ ახლა გაჭიმები გჭირდება, იზომეტრიული ვარჯიშები აუცილებელია. იოგა ზირთადად იზომეტრულ ვარჯიშებზე აგებული და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ შევისწავლე. ნამდვილად მე ჩემს პერსონალურ მოსწავლეებს ყველას ვთავაზობ რომ თავაზობა რა წესად მაქვს რომ ვარჯიშის ბოლოს 5 წუთი ვაიც აუცილებლად დაუცვოთ გაჭიმებს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, აუცილებელია, კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ფიტნესი მაინც ძალისმიერ ვარჯიშებთან არის დაკავშირებული. კუნთი იკუმშება. მარტივად რო ვთქვათ, მარტივი გასაგები რო იყოს, იკუმშება და მრგვალდება, ის უნდა დაგრძელდეს. ნუ ეხა კიდევ ის ქიმიური პროცესები რო ლაქტატი გროვდება, ის ლაქტატი უნდა დაიშალოს. ძალიან ბევრი ნიუანსია, რაც აუცილებელია რომ გაჭიმები გავაკეთოთ. ამიტომ ჩემ მოსწავლეებსაც ვეუბნები ხოლმე რომ თუ ფიტნესი დაკავებთ, თუ გაქვთ საშუალება, აუცილებლად იოგაშიც ჩაერთეთ, იმიტომ რომ ეს მაძლევს პირადად მე, ნუ პრაქტიკიდან ძალიან დიდ შედეგებს. ძალიან დიდ შედეგებს, აი ძალიან მაგარია. შენ ანუ ჯგუფთან ერთადაც თუ მუშაობ, თუ მარტო პერსონალურად? არა, კი, დარბაზში, ფიტნეს დარბაზში პერსონალურად მუშაობ, კი. ზოგადად ალბათ ფიტნეს დარბაზებში, ნუ ეგრე თუცა ჯგუფური ისინი არ არის. გიცვარ ფიტნესში ჯგუფურად. არის კი ეგეთი რაღაცა, რაღაც ფორმები მე მგონი არსებობს, ხო, რაღაცა. რაღაც ფორმები ნუ არის ხო შემთხვევაში, როცა 3, 4, 2 ერთად ვარჯიშობს, მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ. ხო, ძნელია და რაც არ უნდა ერთნაირი ენერგიაში იყოს, ადამიანი იმდენად სხვადასხვანაირია, აღნაგობა, ორგანიზმი რომ მე ვთვლი რომ მაინც ინდივიდუალურად ცალკე უნდა ავარჯიშო. სხვადასხვა ანუ ასანებს რო აკეთებინებთ, ხო ჯგუფი აკეთებს და აქ არის გათვლილი რაღაცნაირად სტანდარტი, რომ მეტნაკლებად ყველა კუნთი იყოს ჩართული, სხეულის ყველა ნაწილი და ყველა პოზიცია იყოს გაკვეთილის დროს, მაგრამ როცა ინდივიდუალურად მუშაობ, განსაკუთრებით მაშინ როცა პრობლემა აქვს ადამიანს, ხო? ან ხერხემლის სამკურნალოდ არის იქ მართლა ძალიან ძნელი არის, რომ თუნდაც ორი ადამიანი ერთად იყოს, იმიტომ რომ ერთმანეთს ხელს უშლიან, იმიტომ რომ ეს რო არ ყოფილიყო, ამას სხვა რაღაცას გავაკეთებინებდი, ან უფრო დავტვირთავდი, ან სხვანაირ ვარჯიშს გავაკეთებინებდი და თითქმის შეუძლებელი ხდება, რომ მაშინ ნუ პრობლემური ადამიანი, როცა ადამიანი ესეა ვთვლი, რომ ცალკე პერსონალურად უნდა ივარჯიშოს. იმიტომ რომ ჯგუფსაც საფერხებს, ხო, რაღაც პროგრამა ისე ვერ მიდის, როგორც უნდა იყოს. ხო, ჯგუფურ ვარჯიშებს თავისი სპეციფიკა, კი, ნამდვილად. ესობა აქვს, რომ იქ ყველა რო აკეთებს, ხო, რაღაცნაირად ის საერთო სამოტივაციო ველი იქნება და ეგ ცალკე ეს არის თემა. მაგრამ როცა მეგობრები დადიან ხოლმე ერთად, ეგეც ხელს უშლის, იმიტომ რომ თუნდაც ჯგუფში, ერთი რო აცდენს, მერე
აი, როდის ვიწყებთ და 17-ში უნდა დაიწყოს ყველამ და ხო, ამიტომ ჯობია რომ ჯანსაღი დამოკიდებულება თვითონ იმ აქტივობის კონდეთ ადამიანებს და არა ის რომ რახან მეგობარი დადის მაშინ ვიარო. ხო, აი ესე იგი. ამიტომ და შეერჩიონ სწორად რა უყვართ, რა მოსწონთ და აკეთონ ის. თქვენთან დავკრივი და ესეთი აქტივობებიც არის? დიახ. ძალიან კარგი, სხვადასხვა აი მე ადრე რაღაც პერიოდის წინ, ანუ წლების წინ ეს სამოყვარულო კუთხით ვიყავი დაინტერესებული და ეხლა სხვა რაღაცა არის ჩემთვის მარტო ან ტენისი ან იშვიათად ეხლა 2-3 წელი აღარ ეხლა თქვენ მოძებნილი გაქვთ გადასარევი აქტივობები იოგა პლუს ტენისი პლუს ხო, მაინც ეხლა ცოტა მაკლია ძალისმიერი ვარჯიშები მართალი გითხრა და ხო, აი წეგა როგორც აღნიშნე, მე მივედი მაგ დასკვნამდე რომ ძალისმიერი ვარჯიშებიც და იზომეტრული ვარჯიშებიც აუცილებელია ორივე. ნამდვილად აუცილებელია. თან არის კიდე ესეთი ნიუანსი ესეც ზუსტად პროფესიონალიზმიდან გამომდინარეა, რომ უნდა ვიცოდეთ ადამიანს როგორი სახსრები აქვს. ზოგს აქვს ზემობილური სახსარი, როცა გაჭიმვები აკრძალულია აბსოლუტურად. ხო, აი ზუსტად ეგ არის პრობლემა, რომ ხო, აი ესენი არის ძალიან საინტერესო და ყურადღების მისაღები. ხო, აი ის წიგნი ჩვენ რის მიხედვითაც გავდივართ, აი თქვენ კურსზე რაც გაქვთ. კი. მან და ავტორს ლესლი კამინოვსაც აქცენტი აქვს მაგაზე, რომ ზემობილური სახსრებს აქვს უპირატესობა, ანუ წარმოიდგინე იოგას ასანებს რო ვიღაც აკეთებს და ძალიან მობილური არის რა, ანუ შეუძლია ფეხი შემოიხვიოს, რაღაცა გააკეთოს, მაგრამ ამ სახსარს სჭირდება მეტი დაცვა. რაღაცნაირად მეტი ზრუნვა ჭირდება, რომ მეტად ის გადავჭიმეთ კიდე ის ხო უფრო გადავა, ხო, მიუღებელია. კი, ანუ ეს ზოგადად თუ გინდათ რჩევის სახით გაითვალისწინებთ, რომ როდესაც ვარჯიშებს აკეთებთ, გაჭიმებს, ვინც სახლში აკეთებთ, არ უნდა გრძნობდეთ არასდროს, რომ სახსარზე ან სახსრის შიგნით არის დატვირთვა. ხო. თვითონ სახსრის ნაცვლად გაჭიმის შეგრძნება უნდა იყოს კუნთებში, ანუ სახსრებს შორის. მაგალითად, ვთქვათ, აი სახსარი. კუნთის მუცელი უნდა იჭიმებოდეს, ასე ვთქვათ, ხო. ინგლისურად muscle belly, ანუ ეს არის კუნთის მუცელი, მიმაგრების ადგილები, insertion, origin და insertion, ანუ ეს ნაწილები და აი სახსარი, მაჯის სახსარი, იდახვის სახსარი და მათ შორის არის ანუ ეს რაც კუნთის მუცელი, რომელშიც უნდა გადანაწილდებოდეს გაჭიმვა და ასევე ნიშანი იმისა, რაც წერტილოვანი ტკივილი ახსენე შენ, წერტილოვანი ტკივილი როცა არსებობს ნებისმიერი ვარჯიშის დროს უნდა შეწყვიტოთ ან შეარბილოთ ვარჯიში, ხო? უნდა გავჩერდეთ, კი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. კი. ხო, წონებით სხვადასხვა ადრე მე ვაკეთებდი წონებით ვარჯიშს ძალიან უმწონდა. ძირითადად რა, ანუ ჩაჯდომები, წოლჭიმი, ან ამოწევა, ეს სამჭიდი ქვია, მე მგონი ამ სპორტს რა, რომლითაც თუ ფარა, სამჭიდი კი არა, powerlifting-ი მე მგონი რა. Powerlifting-ი. ხო, ან ხო, ამით ვიყავი გადაცებული, ეს ძალიან ესე იგი დედლიფტებს აკეთებდი, ესე იგი დედლიფტები. ხო. ანუ იოგა. ხო. იოგა და დედლიფტი. ანუ ხო, მარია მოვიდა სხვადასხვა დედლიფტი გახარებული. კი, მარია ვისწავლა დედლიფტი, კი ბატონო. და რუმინულიც და ჩვეულებრივი. ხო, ძალიან კარგი არის, ანუ ალბათ კიდე ერთი ბენეფიტი ის არის ძალისმიერი ვარჯიშების, რომ ასაკთან ერთად ანუ კუნთოვანი მასის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვიყოთ უნარიანი, რომ ფორმაში ვიყოთ, კი ბატონო, კი. კუნთური მასა რაღაცნაირად მცირდება და ეს რაღაც პრობლემას ქმნის და კი, ამასაც გავუსვათ ხაზი, კი, მოზარდებში ბევრად მარტივია ეს ყველაფერი, ძალიან ადვილად ემორჩილება კუნთიც, სხეულიც, გონებაც, ყველაფერი ადვილია, მაგრამ ასაკში უკვე 40-ზევით განსაკუთრებით უნდა ყურადღება სხეულს, როგორც ვარჯიშს, ასევე კვებას. ხო.
და თუ ვინმე არ ვარჯიშობს და თავის საყვარელი აქტივობა არ აგჯობია რომ დროულად შეარჩიო. ხო, რაღაც მაინც იცი ადრე მეტნაკლებად ჩვენს გვეხება ხო? ხო, რაც დრო გადის, ალბათ ყველაფრის ავტომატიზაცია ხდება, ანუ სამსახურები ისეთი ხდება, რომ თქვა ხელოვნური ინტელექტი ბევრ რაღაცას აკეთებს და ჩვენ ნაკლები გასაკეთებელი შეიძლება გქონდეს ფიზიკურათაც და გონებრივათაც. და ამ ხრივ ერთი მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვა, ეს ცალკე საუბრის თემა არის გონებრივი განვითარება, თქვა, კითხვა იქნება თუ ნებისმიერი რაღაცის შესწავლა, თუნდაც რა არ აქვს მნიშვნელობა და მეორე მხრივ რაღაცა ესეთი ფიზიკური საყვარელი, ფიზიკური აქტივობის ნახვა, რაც დრო გადის, მე მგონი მით უფრო მეტი და მეტი შესაძლებლობები ჩნდება. ჩვენ წინა პოდკასტზე არსენასთან ერთად ვისაუბრეთ 90-იან წლებში, სხვადასხვა კი, უსმინე და სიაურებით უსმინე სხვათა შორის. მაგრამ როგორც ჩანს, შენს გამახსოვრება ეგ პერიოდი, ხო? ხო, კი. აშკარად არ ვარ პატარა. ხო, 90-იან, ანუ შენ იმ პერიოდში რამდენი წელი არის თვითნასით ხარ დაინტერესებული? მე დაახლოებით 15 წელი რაც დავიწყე. ესე იგი ის პერიოდი მე არ მაქვს ფიტნესში გავლილი, ფიტნესში არო. ხო. ხო, ბედნიერი პერიოდი ფარმაციაში ვიყავი წინა პერიოდში. ხო, ეს მართლაც საოცარი პერიოდი. ეს უფრო ალბათ უარესი პერიოდი იყო, ვიდრე მანამდე იყო კომუნისტების პერიოდში, ანუ ჩვენ სადაც ვარჯიშობდით აქ წერეთელზე მანეჟი, სპორტული კომპლექსი, ერთი კალათბურთის და მეორე მძლეოსნობის მანეჟი იყო და როგორც ჩანს თავის დროს ეს იქნებოდა კარგი დარბაზი, იმ დროინდელი სტანდარტებით რა. და მე ჩვენ უკვე სადაც ვარჯიშობდით, ანუ სარდაფი ხო იყო და იმას სარდაფიც აღარ იყო, სარდაფის კიდე ქვემოთ იყო რა. კიდე მიწის ქვეშ ჩადიოდით ხო? ჟანგბადი რო გჭირდება და მაინც და მაინც რო არ აგაგშო. ხო, ანუ ძალიან ხო, ვარჯიშების დროს ამ დროს როგორი მნიშვნელოვანია. ხო, მაშინ ანუ მე მივსდევდი ანუ კუნფუს, კიდე უფრო ადრე ანუ კარატეს მივსდევდი, ანუ მაშინ 90-იანებში კარატე ძალიან პოპულარული იყო. ესე იგი ადრევე აქტივობებით იყავი დაკავეს ძალიან მაგარია. ანუ ნახე რომ ესეთი ის ქონდა რა, ანუ რამდენიმე წელი კარატე, მერე ფეხბურთი, მერე რაღაც სხვადასხვა დიდი ხანი არა, მაგრამ სხვადასხვა რაღაცა ეგ ხელბურთი, ესა რაღაც კალათბურთი, მერე ხო, მერე უკვე რაღაცა წონებით დავიწყე, მერე კუნფუ და სხვადასხვა ეხლა გამოჩნდა ჩემო მასწავლებელმა, მოვიკითხავ ჯონი სანებლიცე, კუნფუს მასწავლებელმა, მე მგონი ეხლა განაახლა სწავლება, ასწავლის მე მგონი ტაიჩის ციგუნს თუ რაღაც, ანუ ხო, ანუ რაღაცეებს და აი საოცარი პერიოდი იყო რა, მართლაც ესეთი რომ ხო და მანამდე როგორც ხდები, ანუ ეს იქნებოდა ძალიან კარგი დარბაზი, თავისი გათბობით და სარბენი ბილიკით და რაღაც ანუ ესეთი, მაგრამ მე ესეთი პერიოდი იყო ძალიან ჩავარდნის, ანუ არ არსებობდა ანუ ესეთი ინფრასტრუქტურა და რაღაცა და მე მგონი უფრო ეს ინფრასტრუქტურა გაჩნდა 2000 ალბათ 5 ან რაღაცა ეგრე წლების შემდეგ რა დაახლოებით ანუ მაგ პერიოდში. ხო, ანუ შენ რო დაიწყე ალბათ ერთი 5 წლის ხო, აშკარად დაწყებული იყო, ხო. დაწყებული ეს კინო. ხო, სხვადასხვა ეს მიწის ქვეშა ჩასასვლელთან ჰაერი ვახსენე და ჟანგბადი ვახსენე და ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას ვეტყვი თუ აქვს საშუალება ეს კარდიო ვარჯიშები ჯობია რომ გარეთ გააკეთოს, გარეთ. სადაც ჟანგბადია, ვიდრე დახურვის სივრცეში რა. ეს ვარჯიშებიც აერობული, ანაერობული ვარჯიშები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. აი ძალიან აქტუალური თემა არის ხოლმე ცხიმის წვა. ჭარბწონიანობის პრობლემა ჩვენ საუკუნეში სამწუხაროდ. აი ცხიმის წვასთან დაკავშირებით ზუსტად რატომღაც ბევრი აღიქვავს, რომ ძლიერი ინტენსიური ვარჯიში, როცა უკვე ანაერობულში გადადის, მაინც და მაინც მაშინ თუ ძალიან ივარჯიშებს ადამიანი, მაშინ დაწვავს ცხიმს აბსოლუტურად შეცდომა. ცხიმი იწვება აერობულ ზონაში, როცა ჟანგბადით
საშუალო უნდა იყოს აუცილებლად, დატვირთვა უნდა იყოს 70% დაახლოებით, აი მაგ ზონაში იწვება ზუსტად ცხიმი. მოდი მაშინ ვარემ რადგან საშუალო პულსი ვახსენეთ, გამოთვლაც, ანუ თქვათ ადამიანს აქვს 70, ან 80 აქვს პულსი წუთში, ხო? ესე იგი, მისი პულსი არ უნდა იყოს, თქვათ, ორმაგზე. ეს ცოტა ინდივიდუალური ასაკის, წონის და ფორმულაც არის, ხო, რა გამოაკელი? კი, ეს ცოტა სხვანაირად ითვლება, მაგრამ საშუალოდ რო თქვა, ცხიმისთვის ზონას მეკითხები, ხო, პულსის მიხედვით, გიორგი. საშუალოდ მაინც გეტყვით, რომ კარგია თუ ყველას ეცოდინება, რომ სადღაც 120, მაქსიმუმ 130-მდე უნდა ადიოდეს პულსი, აი ამ ზონაში, კი, აი ამ ზონაში იწვის ცხიმი. ხო, ამის უპირატესობა კიდე ის არის, რომ მაღალ პულსზე დიდხანს ვერც გაძლებ, ხო? ანუ შენ ძალიან ისეთ პულსზე ივარჯიშო, რომ პულსი დავუშვათ 130-ს აცდეს და 160-ზე იყოს. ხო, მაღალი ზღრული ინტერვალი რომ ეს უკვე ხო. მან ძალიან ძნელი იქნება. გამძლეობაც ნაკლებია. ხო, გამძლეობაც ნაკლებია და აი ესეთი სტაბილური პულსით, რომ თქვა 100-დან 130-მდე. ხო, 1 საათი რო აკეთოს ადამიანმა, ეს არის ძალიან კარგი. ხო. ძალიან კარგი. ანუ ესე იგი ეს ნიშნავს, რომ ზომიერი დატვირთვა, რომ ჩვენ მივცეთ საშუალებას, რომ შედარებით ხანგრძლივად პულსმა, ანუ გულმა იმუშაოს. კი, აი რა შეიძლება კარდიოსთვის 20 წუთით საკმარისია, 20 წუთიდან 9 საათამდე. მაგრამ აი რაღაცასაც აკეთებს, ხო? თუ სხვა რაღაცასაც აკეთებს, ხო? ადამიანმა ეს კარდიო ვარჯიშები უნდა გააკეთოს აუცილებლად 20 წუთი მაინც, სისხლის მიმოქცევას რაც ეხება. მაგრამ უკვე ცხიმის წვაც რაც ეხება 1 საათამდე მაინც უნდა გააკეთოს. მინიმუმ 40 წუთი. იმიტომ რომ ცხიმის წვა ზუსტად იწყება 20 წუთის შემდეგ. ხო. ეს ძალიან საინტერესოა. ამიტომ თავს ნუ მოიკლავენ მაინც და მაინც 5 წუთში ნუ მოიდოვებენ. ცხიმის დაწვას ცხიმი 5 წუთში არ იწვება. ხო, სადაშორის ბევრი რაღაცა არის, ასე ვთქვათ, ცოდნაზე დამოკიდებული და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაცეები არის კონტრინტუიციური, ანუ რაღაცები, ანუ მაგალითად შეიძლება ზუსტად ეგ თემაც კონტრინტუიციურია, რატო? იმიტომ რომ ვიღაცა იფიქრებს, რომ მე თუ მინდა რომ გავხდე და ენერგია უნდა დავხარჯო, მაშინ სწრაფად უნდა ვირბინო, რომ მეტი დავხარჯო, მაგრამ კონტრინტუიციური იმიტომ არის, რომ შენ ვერაცნობიერებ იმ ნიუანსს, რომ ამ მაღალ პულსზე ვერ შეინარჩუნებ, აი ამ ასე ვთქვათ, დატვირთვას. ხო, ნუ არის ადამიანმა შესაძლოა, მაგრამ წვრთნელი თუ ყავს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს. აი მაგითო თქვი, ზუსტად მაგაზე გვაქვს საუბარი, რომ ბევრ მარიცის ეს ყველაფერი შეურაცხყოფას არ ვაყენებ არავის. რა თქმა უნდა, ხო, ანუ მაგითო. მაგრამ ყველას ურჩევ, რომ ხო, ზუსტად, ანუ ეგ თემა, ხო, ეგ არის ზუსტად, რომ შეიძლება მე ძალიან დიდი მზად ვიყო, რომ მაგალითად აი გავაკეთო ყველაფერი, რომ მივაღწიო შედეგს. არც არ მაცივარ პირიქით, ძალიან მოტივირებული ვარ, მაგრამ იმის გამო რომ რაღაც პატარა ნიუანსობრივი, ან თუნდაც რაღაც ცოდნა მაკლია, ჩემს აი ამ შემართებას და ენერგიას არ აქვს საკმარისი შედეგი არ აქვს რა და თუნდაც ის ხო, ესე იგი რაღაცას ვერ ვაკეთებთ ისე სწორად, როგორც საჭიროა. თუნდაც ის დეტალი, რაც თავიდან ახსენე, რომ მაგალითად შეიძლება სამჯერადი კუნთის ძალისმიერი დატვირთვა საკმარისი იყოს, იმიტომ რომ კუნთის აღდგენაზე რო ისაუბრე, ვიღაცა მიფიქროს, რომ მე თუ ძალა მინდა, მაშინ ყოველდღე ვივარჯიშებ. ყოველდღე წონას ავწევ, ხო? და ესეც ანუ კონტრინტუიციურია. არა, ამ დროს აზრი ხო, რომ დასვენება პირიქით ინტერვალი ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად ვარჯიში მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია აღდგენა. ეს მინდა რომ ყველა მიცოდეს აუცილებლად. ხო, ამიტომ რაღაცეები ინტუიციას სწორხაზოვნად არ მიყვება, ანუ ასანების კეთებაშიც ასე არის და ბევრ რაღაცაში, საერთოდ ცხოვრებისეულ რაღაცეებში ესე არის, რომ ჩვენ ერთი მხრივ, აი მე ამას ხას ვუსვამ, რომ იოგას ასანების დროს, როდესაც ჩვენ მეუბნებით მოსწავლეს, რომ მოусმინე შენს სხეულს. ეს ყველა მაგას ეთქვის, ანუ ასე ვთქვათ, ყველა ინსტრუქტორი ამას ეთქვის, რომ აუცილებელი არის, რომ მოусმინო რას კარნახობს შენი სხეული, მაგრამ ჩვენმა სხეულმა ასევე შეიძლება არასწორი რაღაცა გვიკარნახოს და რასაც ამისთვის არის საჭირო ის ცოდნა და
ამიტომ გვჭირდება მწვრთნელი ზუსტად. ხოდა როცა უკვე გვასწავლიან და გვეცოდინება, მე გავაგზავნებთ ჩვენ ხო. ხო, ან მაგალითად ადამიანმა შეიძლება დაუშვათ თვითონ ვინ სახლში მისდევს, თქვათ, გაეცნოს, თქვათ, ლიტერატურას, აი არასდროს არ უნდა დაგვეზაროს, რომ გავეცნოთ სიახლეს, ბლოგებს, დაუშვათ რაღაცებს, რომ არასდროს ვიტყვი, რომ ყველაფერი ვიცი რა სისულელია, პირიქით. სულ ვცდილობ, რომ რაღაც ახალი პროტოკოლები გვინდა არ გვინდა. ხო, აი ახალი პროტოკოლები ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ყოველთვის ახლდება ხოლმე გამოკითხვების შედეგად, რა თქმა უნდა. ამიტომ ეს აუცილებლად უნდა მივყვეთ და განვითარდეთ. ეს ალბათ კიდევ იმასთანაც არის კავშირში, რომ სინამდვილეში ეს ადამიანის მოვარჯიშეების ფსიქოლოგიურ კომფორტთანაც არის დაკავშირებული და ერთი არის ის, რომ მედიცინა ვითარდება და მეტრამეს ადგენს და მეორე არის, რომ საერთოდ ხალხიც იცვლის ასე ვთქვათ მიზნებს. ან აკორექტირებს უფრო რეალისტურად უყურებს თავის შეხედულებას. აი რას გულისხმობ, იცი რომ შეიძლება რაღაც მომენტში ტრენდული გახდეს, რომ მაგალითად მიიყვნენ რაღაც ისეთს, რაც პირდება სწრაფ შედეგს, მაგრამ ვერ იძლევა ამ სწრაფ შედეგს. ხო, არის ეგ ყველა დარგში ეგეთი რაღაცა, ფიტნესშიც იქნება, რომ აი მე დაგიდებთ ძალიან აი კარგ თემა შეეხე ძალიან კი ბატონო. და ვიღაცა პირდება რაღაცა ისეთი რეკლამით, რომ მე მალე მიგაღწევინებ რაღაცას და სანამ ხალხის ისეთი კრიტიკული ნაწილი ამას გამოცდის და ნახავს, რომ ესე თუნმე არ ხდება, ესე იოლად, მე ის აკორექტირებს მიზნებს და მოთხოვნა ჩდება უფრო მაღალი ხარისხის ცოდნაზე. იმიტომ რომ ნახე შენ რომ შესთავაზო, ანუ ეს ცოტა სწორი გზა, მაგრამ უფრო რთული, ის შეიძლება სხვა იოლი რეკლამით მოთხოვდეს და იმას გაყვეს და ამიტომ ასეთ ცოდნაზე რაღაც მომენტში არ იყოს იმდენად მოთხოვნადი ეს ცოდნა და ეგ ორი შემთხვევები, როცა ეუბნებია, რომ მე შენ ერთ თვეში აი ამ შედეგს დაგადებინებ, არასდროს არავისთვის მithქობს აი, არასდროს, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად არასწორი მიდგომა. ერთ თვეში არ შეიძლება. რომ ადამიანი თქვა, ეხა დააკლებინო 8 კილო. კი, თუ მოვიდა დავაკლებინებ, მაგრამ რა? ჯანმრთელობას ვაზიანებ, ხო? ჩემთვის მიუღებელი აბსოლუტურად. ჩემთვის პირველ რიგში არის ადამიანის ჯანმრთელობა. ჩემი ინტერესია და ზუსტად ვიცი, რომ თქვენიც სხვა დანარჩენი ნელა მე ყველას უხსნი. მივყვეთ, მე შეგაკპირდები, ჩვენი სხეული, შენი სხეული, რის საშუალებასაც მოგცემს, ამას დავინახავთ, იმიტომ რომ ინდივიდუალურია. ზოგი ადვილად მოყვება, ზოგი მართლა შეიძლება მალევე დაგიდოს შედეგი, ზოგმა ცოტა გვიან, ეს ასაკზეც არის ისე გავიმეორებ დამოკიდებული, ამიტომ მე არავის არ ვპირდები ტყუილად. მაგრამ შედეგებს რო ხედავთ, მე თვითონვე ხვდებიან და ბოლოს მეუბნებიან, რომ აი თურმე რა მართალი იყავი. გუშინაც ხო საუბრობდი ასაკის უპირატესობაზე რა. ესე იგი რაღაცებს დროთა განმავლობაში იმედია უკეთესად ვიაზრებთ და ამიტომ შეიძლება რომ მაგალითად მე ეხლა ამ ასაკში ის შეცდომები არ დაუშვა, თუნდაც ვარჯიშის თვალსაზრისით რა და ნახე ახალგაზრდობაში ჩვენ რაღაც ექსპერიმენტს ვატარებთ რა შეიძლება რჩევები კი მოდის, მაგრამ ამას ან ვაიგნორებთ, ან რაღაცნაირად მაინც ჩვენებურად გვირჩევენ და სწორიც არის ეს რა. მაგითო ნახე, ანუ თქვა ჩემი შვილის შემთხვევაშიც მაგითო ასე უყურებ, რომ თვითონ როცა ირჩევს უნდა მომწიფდეს თვითონ რა. და ამ შემთხვევაში მოვარჯიშისთვისაც, ანუ ასაკი ის პლუსია, რომ გაცილებით უფრო სერიოზულად, უფრო გაცილებით უფრო რაღაცნაირად თავისი გამოცდილებით შეიძლება მოკიდოს რაღაცას. ხო, ნუ ჩვენ ასაკში უკვე შეგნებულად ვირჩევთ, ასე ვთქვათ. ხო, ეხლა მშობელი დედა ჩემი აღარ წამიყვანს. ხო, შეგნებულად ვირჩევთ და ეს რა თქმა უნდა კარგია. ხო. შესაბამისად უდგებით პასუხისმგებლობით ყველაფერს. ხო, აი მომენტი ნამდვილად არის, რომ ის ენერგია და ცოდნის რაღაც ოპტიმალური დამთხევა არის, ალბათ რაღაცნაირად. კი. საინტერესო. თუმცა მე ძალიან მომწონს, როცა მოზარდები ირჩევენ ამ გზას, ეს ძალიან კარგია.
ხო, საინტერესოა თვითონ რა მოტივირებთ. ანუ ერთი არის ალბათ ის ფიზიკური აქტივობის მოთხოვნილება, სხეულის სილამაზე, ხო, ძალაც, ხო. ძალა. ხო, ისე როგორ არის, ანუ როგორი პროპორცია არის, ანუ იოგასზე და ამ ფიზიკურ ასანებისზე უფრო ქალები არიან, ანუ ძირითადად კი. და ფიტნესის შემთხვევაში, დაუშვათ აი ჯიმში, როგორი პროცენტული ის არის, ბიჭები უფრო არიან? არა, ადრე იყო ესე, ბიჭები უფრო მეტი იყო, მაგრამ ეხლა უკვე აღარ, იმიტომ რომ წამოვიდა ეს ფორმებზე მუშაობა ქალებში ძალიან აქტუალურია. 50-50 იქნება? კი, უკვე არის, კი. ნუ 60-40-ზე ვაიც უეჭველი. ხო. იოგაში ესეთი რაღაც არის, იოგა პირიქით ან რაღაცა ამბრობითი ან კაცების მოგონილია. პირიქით გვაკლია ხო ამბრობითი ანუ კაცების მოგონილია იმ გაგებით რომ კაცები წერდნენ და კაცებისთვის იწერებოდა. ანუ ის მიმართვის ფორმებიც და ისინიც ჩანს, მაგრამ მე რაღაცნაირად იოგა ასოცირდა ფიზიკურ ვარჯიშებთან. ანუ არა იმასთან რაც იყო იოგა ტრადიციულად. და ამიტომ ასოცირდა რაღაცნაირად თავის მოვლის და რაღაც თავზე ზრუნვის საშუალებასთან და ვინაიდან უფრო კუნთების დაყენება უფრო კაცურ იმათთან გაიგივდა. აღიქვებოდა კი. ხო, ამიტომ რაღაცნაირად ჯიმი და ის კაცების თემა იყო და ანუ იოგა რაღაცნაირად უფრო რაღაც ქალების საქმე რა. ხო, მე იოგასთან სანამ თქვენთან არ მოვედი, არ მქონია შეხება, ნამდვილად არ მქონია და ვეძებდი, რომ მე ყავთ ვეძებ საუკეთესოს. პირდაპირ და ესე თავად ვამბობ და რაღაც მინდოდა, რომ იქ მოხვედრილიყავი, სადაც მაქსიმალურ ცოდნას მივიღებდი. ვაღიარებ, რომ მინდა ყოველთვის ეს. რო გიპოვეთ რაღაცნაირად გამიხარდა და მთელი ენთუზიაზმით მოვედი და ძალიან ბევრი მივიღე გიორგი. მართლა ძალიან ბევრი მივიღე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ვიტყვი, რომ აი პაციენტებთან ვიყენებ იმდენად კარგად ამ ყველაფერს ჯიმში უფრო ნაკლებად ვიყენებ, მაგრამ ჯიმში ნაკლებად, იმიტომ რომ იოგა ისეთი რაღაცაა, თავის სივრცე ჭირდება. ჯიმში მაქსიმუმ 5 წუთი გამოვიყენო გაჭირვების სახით. ანუ პაციენტებთან ნამდვილად იდეალურია. და რაც ყველაზე მთავარია, სუნთქვა. სუნთქვა ფიტნესშიც ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი ჩასუნთქვა და მოსუნთქვა და იოგაში ხო თავისთავად. ხო, სხვადასხვა ეს იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მე დიაფრაგმის ასე ვთქვათ, კურსიც გავლილი, მაქვს დიაფრაგმასთან მუშაობა და მე რომ ამათ შორის კავშირი გავაბი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან და ძალიან კარგად გამომადგა პაციენტებთან ისევ აღნიშნულ. ხო, იოგას ნახე ამერიკული გამოცემა არის, ეგეთი Human Kinetics და გამოსცემენ სხვადასხვა ინსტრუქტორთა მოსამზადებელი კურსებისთვის შეიძლება გამოსადეგი იყოს ანატომია, თქვა გოლფის, ფეხბურთის, იოგას, პილატესის და ასე შემდეგ რა. და მე არ მინახავს სხვა წიგნები. უბრალოდ ესე ვიცი, რომ არის კოლექცია ეგეთი და მაგრამ ჩემი ვარაუდით ის რამდენი ადგილიც უკავია სუნთქვის ანატომიას აი ამ კოლექციებში იოგაში. ჩემი აზრით სხვაგან იმდენი არ ექნება. კი, არა აქვს. ხო, ანუ ზოგადადაც შეიძლება. ხო, ეს ნახე ორი მიზეზი არის. ერთი ის, რომ იოგაში ზოგადად მნიშვნელოვანია სუნთქვით ვარჯიშებს ცალკე ვაკეთებთ იოგაში და თუნდაც ფიზიკური ის რო არ გააკეთო, მაგისთვისაც მნიშვნელოვანია. მეორე ის, რომ მედიტაციასთან არის კავშირში და მესამე ისიც არის, ნახე და უცნაური თემა ის არის, რომ იოგას საზოგადოებაში იყო არასწორი შეხედულებები გავრცელებული სუნთქვასთან დაკავშირებით. აი მაგალითად ის, რომ არსებობს მუცლით სუნთქვა და არსებობს მკერდით სუნთქვა და ზოგს ორივე ნორმალურია ამ დროს. ხო, რომ ერთი თქვა სწორი სუნთქვა, მეორე არასწორი სუნთქვა და თვითონ არც იყო კარგად გაცნობიერებული, რომ ეს უნდა ჩავსვათ ბჭყალებში, როცა ამბობთ მუცლით სუნთქვა და მკერდით სუნთქვა, ეს არის ბჭყალებში. ყველა სუნთქვა დიაფრაგმალური. ანუ ესეთი საბაზისო რაღაცები იქიდან გამომდინარე, რომ ინდური
იოგა არ იცნობდა ანატომიას. ეს აუცილებელი იყო და ამიტომ ის რასაც ჩვენი კურსდამთავრებულები სთავაზობთ ანუ ჩვენი კურსის მეშვეობით და თქვათ რასაც სთავაზობენ ეს არის არა უბრალოდ ინდური იოგას სტანვარჯიში ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამედ არის ეს ის ფორმა როგორცაც თანამედროვე ცოდნამ მოუხარა თავი ანუ მე ინდური იოგა ავიღე და ის ტრანსფორმაცია გავუკეთე თანამედროვე ანატომიაში და აი ესეთი ფორმა არის მე რომ ესწავლებინა ისეთი ფორმა როგორიც აი თუნდაც მე-18 საუკუნის იოგაც წიგნებში არის ხო ვერ გამოიყენებდით ვერანაირად კი ხო იმიტომ რომ იქ სხვა ანუ ანატომია სხვანაირად უყურებენ იქ რაღაცა ენერგეტიკული არხებით ეხლა ადამიანს ეხლა ვიღაცა კითხავს რა არხია ანუ ეს სხვანაირი ძველი თეორიები არის მედიცინის რა და აიურვედა ხალხს გონია მაგარი რაღაცა და სინამდვილეში აიურვედა მაგარი რაღაცა არის უბრალოდ იყო იმ დროს დღეს აიურვედა არ არის რაღაცა ისეთი რაც სერიოზულად შეიძლება მართლა ალტერნატიული იყოს რა კი სულ თქვა ახლა და კიდევ გავაგრძელებ აღნიშნავ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხა ადამიანი რომ მოდის ჩემთან და უყურებ რომ არასწორად სუნთქავს და მე მას უნდა დავაწყებინო ვარჯიში. აი, ელემენტარულად მაგისთვის მაინც არის საჭირო იმის ცოდნა, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს რა არის სწორი სუნთქვა, როცა ხარ მწვრთნელი. ელემენტარულად რო ავიღოთ ასანები, რასაც ვიყენებთ, კატაძროხას ვარიანტი, როცა უნდა მოისუნთქო და როცა უნდა ჩაისუნთქო და სხვა შორის ფიტნესში ჩემთან ვიყენებ ხოლმე და ხშირად მაგ შემთხვევაში როცა პირიქით აკეთებენ. ბუნებრივად პირიქით აკეთებ, აი მაგას ერთ რაღაცას გეტყვი მაშინ, რომ აი უბრალოდ შენ კი იცი, მაგრამ მსმენელს რომ არის ეგეთი პოზა, კატაძროხის პოზა და კატაძროხის პოზაში ნახეთ უცნაური რაღაც არის. უბრალოდ ადამიანს რო უთხრა, რომ გააკეთე აი ესეთ ხერხემლის გაშლა, მოხრა. და ისუნთქე. ან გაშლაზე ან მოხრაზე შეისუნთქე და ინსტინქტურად ადამიანი, როდესაც მოიხრება, აკეთებს შესუნთქვას. და რატო აკეთებს შესუნთქვას? იმიტომ რომ ფილტვები არის უფრო ზურგის მხარეს, ვიდრე წინა მხარეს და ამიტომ როცა მოვიხრებით ფილტვისთვის ეს უფრო შესუნთქვის შეგრძნებას შეესაბამება. და ინსტინქტურად ადამიანი ესე როცა მოიხრება, ასე აკეთებს უმეტესობა ბუნებრივად შესუნთქვას. მაგრამ როდესაც იოგაში არის პირიქით როცა გაშლას ვაკეთებთ, ეს შეესაბამება შესუნთქვას. ანუ იოგა რაღაცნაირად ხელოვნურად უცვლის ბუნებრივ მიმართულებას, რომ გაავარჯიშოს სხეული და ამ დროს წინა სტრუქტურებს ხსნის, მაგრამ იდეაში ორივე სწორია. ძაღლში გულისხმობა ალბათ, ხო? გინდა კატაძროხაშიც, გინდა ყველაში, რომ იდეაში ანუ ორივე სწორი არის, განსხვავება ის არის, რომ ორივე შემთხვევაში ვიღებთ განსხვავებულ ეფექტს. მაგრამ თუ მაგალითად ამოსუნთქვას ვაკეთებთ, როდესაც დავუშვათ ეს გავშლით ამ შემთხვევაში და შესუნთქვას ვაკეთებთ ამ მომენტში ეს უფრო რელაქსაციასთან ასოცირდება ხოლო თუ ორიენტირებული ვართ ხერხემლის დაგრძელებაზე როგორც ასეთი მაშინ ეს სუნთვის ეს ტექნიკა ეხმარება იმას რომ ხერხემალი დაგრძელდეს ანუ მალები დაგრძელდეს და დეკომპრესია მოხდეს და იდეაში ორივე სწორი არის ის სუნთქვა პირველი უფრო ბუნებრივია ის სუნთქვა უფრო ბუნებრივი სუნთქვა არის ანუ ადამიანი რომ ფილტვი უკანა მხარეს უფრო არის 60 თუ 70% ფილტვის უფრო ზურგისკენ არის და ამიტომ ესე ხო ნახე ესე როცა ვაკეთებ ზურგში უფრო კარგად ხდება შესუნთქვა და აქეთა ვიწროვდება აქეთა ნაწილი ესე როცა ვაკეთებ ზურგის ნუ აქ შეკუმშვა რა თქმა უნდა კი და ამიტომ ანუ მთლიანობაში ეგრე არის და ამიტომ ეგ თემა სხვადასხვა კარგია რომ გაგახსენდა ხო საინტერესო თემაა ძალიან ხო აი ეგ და ამიტომ სპეციალური სუნთქვით როცა ხერხემლის გაშლაში ისეთ სუნთქვას ვაკეთებინებთ ის ეხმარება რომ ხერხემალი დაიცვას რომ არ მიიღოს წელზე ზედმეტი დატვირთვა და ტრავმა და ასე შემდეგ რა ეს გაჭიმების შემთხვევაში ხო გინდა გაჭიმ ნებისმიერი ასანების შემთხვევაში რა
ხო, ну, სუნთქვა ძალიან დიდი როლი აქვს ნამდვილად როგორც იოგაში, ასევე ფიტნესში, რა თქმა უნდა, კი. არასწორი სუნთქვა იწვევს მე, ну, ძალიან ბევრი კუნთის გადაჭიმვას და ასე შემდეგ. ხო. და ბოლოს შევეხოთ, ეს არც ისეთი პატარა თემა არის, კვების თემას შევეხოთ და ჩვენ რაღაცნაირად ესე გავმიჯნეთ ის, რომ ესე იგი ინსტრუქტორი ან ტრენერი უნდა ერკვეოდეს ნუტრიციოლოგიაში საბაზისო დონეზე, მაგრამ ნუტრიციოლოგია მაინც არის ცალკე სპეციალობა. დიახ. ხო? იმიტომ რომ ჩვენ ხანდახან ისე გამოგდის ხოლმე, რომ რაღაცა ბევრი რაღაცა შეიძლება შევითავსოთ და არასწორია ნამდვილად. არასდროს ვითავსებ იმის მიუხედავად რომ ვიცი, ჯერ ჩემი პირველი პროფესიიდან გავავდიდე ფარმაციიდან. ისედაც მქონდა შეხება. და რა თქმა უნდა, კიდევ ვისწავლე და გავიარე ნუტრიციოლოგია, მაგრამ მე ჩემ თავზე არ ვიღებ. პირველ რიგში უნდა იცოდე პაციენტის მდგომარეობა ჯანმრთელობის ისევ აუნიშნავ. ყველანაირი მდგომარეობა. ხო, შენ ეს არის ენდოკრინოლოგის საქმე და ან კონკრეტულად იმ ადამიანის, ვინც არის მარტო მხოლოდ ნუტრიციოლოგი. ანუ მიუხედავად იმისა, რომ შენ ნუტრიციოლოგია თან გაიარე, თან რაღაც პროფესიულადაც გაქვს კავშირი, შენ აი ეს რომ დავაკონკრეტოთ, რომ შენ გულისხმობ, რომ ზოგად რჩევებს, რა თქმა უნდა, მისცემ, მაგრამ გულისხმობ, რომ იმის იქით ადამიანს სჭირდება კონკრეტული სამედიცინო მდგომარეობის გათვალისწინება. ანუ შენ გულისხმობ აი ისეთი დონის კვების შერჩევას, ხო? კი, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც პირდაპირ რაღაცა რუტინასავით აქვთ ჩამოწერილი, რომ აი ეს კვება მიიღე, დარბაზში რომ მიდიან და შენ აუცილებლად წონაში დაიკლებ და ამის უფლება არავის არ აქვს. როგორ შეიძლება რომ ერთი იგივე კვება ხდებოდეს ყველას ორგანიზმს, ეს ხო გამორიცხულია. თუმცა მან ალბათ ჩვენ რა შეგვიძლია იცი რომ ჩვენ შეგვიძლია ესე იგი იმ ფარგლებში მივცეთ რეკომენდაციები, რაც აშკარად ვიცით რომ არაჯანსაღ რაღაცას მისდევს. რა თქმა უნდა, აუცილებლად ყოველას ვეუბნები, თუ საჭიროა და მათი სურვილია უხსნი კიდეც. აუცილებელია აუხსნათ მომხმარებას რა არის ჯანსაღი და რა არის არაჯანსაღი. ამის გარჩევა უნდა შეეძლოთ, ამიტომ მე მოვალე ვარ ეს ყველაფერი. დიეტა მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ ბალანსირებული კვება აუცილებელია, ამის რეკომენდაციებს ვაძლევ. დიეტაში რას გულისხმობ აბა? დიეტაში გულისხმობ საერთოდ კვების აკრძალვას, რაც საკეთებ ხოლმე, მარტო ცილებზე რო ზიან. ხო, ეს გამორიცხულია. ან მარტო ბოსტნეულზე, ბოჭკოზე, უჯრედისზე, ასე ვთქვათ, ან მარტო ნახშირწყალზე, ან რაღაც ერთი სახეობის საკვებს იღებენ და მთელი დღე იმას ჭამენ. ეს ყველაფერი მიუღებელია, აბსოლუტურად მიუღებელია. ეს პრინციპში ამას არც უწოდებ დიეტას რა, ეს რაღაცა ხო, რაც ძალიან ხშირია და წონისკლებისთვის იყენებენ, მიუღებელია აბსოლუტურად. ხო, იმიტომ რომ ადრეც მაგას ეძახდნენ დიეტას, რას იცი რომ ანუ მაგალითად ხო დიეტაზე ვარ დღეს მაინც და მაინც წიწიბუნა უნდა ჩაო რაღაც ისეთი. ხო, ანუ მაგალითად ვიღაცა თქვა რომელიღაცა რაღაცა თბილისის მერის დიეტა. ხო. რაღაცა ისეთი რაღაცები რომ ანუ იმ ადამიანს შეიძლება არც იცოდე, მაგრამ რაღაცა ესეთი ჭორი. არა, მისთვის კარგი იყო კი ბატონო, გამოიყენა წონაში დაიკლო, მაგრამ ეს ჭორიც იყო უბრალოდ და ვიღაცა რაღაცას მიაწერდა, რომ რაღაცა კიდე მოიცა რამდენიმე წლის წინ იყო რაღაცა დიეტაო, მოიცა რაღაც ფრანგული გვარი ქონდა თუ რაღაც. დუკანი. დუკანის ხო, დუკანის დიეტა. ხო, ანუ აი ზუსტად სხვადასხვა მაგას გულისხმობდი ისეთ მე შეთავაზებულ იოლ ვითომ რაღაც ხერხებში, რომ ვიღაცა დუკანი რაღაცა ასე თქვა მეთოდი არისებობს თითქოს და მე ეგ ვიგულისხმე რომ ხალხს რო უთხრა რომ ეს სისულელეა და საჭიროა მეცნიერული მიდგომა ანუ შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს და მაინც გამოცადოს და მე თვითონ მიხვდებიან რომ სისულელეა. საერთოდ ზოგადად ხო ესე ადამიანები სადაც თვითონ თავის თავზე არ გამოცდიან არ იჯერებენ რატომ მაგაშია საქმე, მაგრამ ეხლა ხო აი დუკანი ძლივს გავიხსენეთ, ხო? ანუ ეხლა მარიანს ხო, აღარც მახსოვს. მაგას ვამბობ რა.
ზუსტად ეგ თემა არის, რომ ეხლაც პროფესიონალი ინსტრუქტორები, რასაც ამბობენ, რა რჩევებსაც ეხლა აძლევენ, ბევრი ადამიანი მაინც იხიბლება რაღაც ისე ვთქვათ, იოლი გზებით, იოლი გზებს ყველა ეძებს, რა თქმა უნდა. რომელიც აი 90-იანებიდან რაც ესე ცნობიერად მახსოვს თავი, რაღაცები ეგეთი შემოდის, ანუ მაწონი და ციციბურა, რაღაცა აი ეგ ვიფიქრე ზუსტად. აი რაღაცა ესეთი ისინი რა. ანუ როგორც არის ვთქვათ, აი ჩვეულებრივად მეცნიერება არის ზოგადი რაღაც პრინციპები, ანუ ის რასაც მე ნამდვილად ურჩევ და რასაც შეგვიძლია ვისაუბროთ, ეს არის რომ მაკროელემენტები, ანუ წყალი, თქვათ, სიტყვაზე ვამბობ, ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები, ეს არის რეალისტური რაღაცა, რომ ადამიანმა გაითვალისწინოს თავის რაციონში. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვალეებიც ვართ, რომ ეს უთხრათ ადამიანს, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ მე შენ კონკრეტულად დაგიწერო დღეში ამდენი გრამი ეს ჭამო, ამდენი გრამი ეს არა, არავითარ შემთხვევაში. მაგრამ მე მოვალე ვარ, რომ გითხრა რა არის ჯანსაღი, ის რომ რთული ნახშირწყალი უნდა მიიღო და არა, მარტივი ნახშირწყლები. ეს უკვე ჯანმრთელობას ეხება. კი. ხო, ამის რეკომენდაციები უნდა გავცეთ, რა თქმა უნდა, ამას არ გულისხმობ, ამას ვაძლევ და მივცემ ყველას. მაგრამ ის თუ ადამიანის პრობლემა აქვს და ვერ იკლებს, თქვათ, წონაში, იქ შეიძლება იყოს ჰორმონალური დარღვევები და სხვა დისბალანსი ორგანიზმში, ამიტომ კვლევების გარეშე გამორიცხულია ამის მართვა. აი ეს ძალიან სწორი დამოკიდებულება არის, რომ იცი რა არის, რომ იმ ქვეყნებში, სადაც პროფესიები ვითარდება, ხო? ხდება სეგმენტებად განვითარება რა. მაგალითად, თქვათ, ვიღაცა არის უფრო ორიენტირებული, თქვათ, ფიტნესის რაღაც მიმართულებაზე. იმიტომ რომ შენ იმ სფეროში იმდენი სამუშაო გაქვს, აი იმ კონკრეტულ სფეროში რა. რომ ანუ ვერ გაწოდები, ანუ ესეც გააკეთო, ესეც გააკეთო რა. საერთო ჯამში გამოდის, რომ ერთ-ერთი ვერ შეიძლება ვერ გააკეთოს ისე როგორც საჭირო. საჭირო. ხო, იმიტომ რომ თან ხო უნდა განვითარდე რა. და ის რომ მაგალითად შეიძლება რაღაცა პერიოდის წინ ყოფილიყო, თქვა ადამიანი ყველაფრის ერთი ადამიანი, ხო? ეს არ ნიშნავს, რომ ირგვლივ არ განვითარდ პირიქით, ანუ ეს იმის ირგვლივ რაც არის, მუდმივი განვითარება საჭირო არის, მაგრამ დროთა განმავლობაში შენ ხვდები, რომ შენ საუკეთესო უნარებს გამოავლენ, აი ამ სფეროში, თუნდაც ავიღოთ თქვა ფოტოგრაფია, ხო? არის თქვა პეიზაჟს იღებ, თუ რაღაც ძალიან განსხვავებული რაღაც არის რა, თუ რაღაც საქორწილო იმას იღებ, თუ რაღაც იმდენად განსხვავებული, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს ხედვა არის სხვადასხვა, ხო? ან ერთი მხრივ უნდა გქონდეს განვითარება, ან ნუ არიან ადამიანები, რომელიც ყველაფერს მოედებიან. ეგეც შეიძლება იყოს რაღაც გენია იყოს ეგეთი, რომ რა თქმა უნდა, რომ თქვა ერთ ადამიანს შეეძლოს, რომ თანაბარი ძალა კონდეს რაღაცაირად თქვა ორიგინალობაში, რა რაფაელი იყოს და ეს ფენომენებიც არის ხოლმე, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ეგეთი რაღაცა შეიძლება, მაგრამ ვამბობ, რომ რა თქმა უნდა ვიცი ნუტრიციოლოგია, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ მე როგორც ნუტრიციოლოგი არ ვიტყვი, რომ ვარ ნუტრიციოლოგი, იმიტომ რომ ნუტრიციოლოგი ყველას აქვს თავისი სახელი. ასე ვთქვათ მარტივად, ყველას უნდა ქონდეს თავისი საქმე, თავისი სახელი. და ყველა თავის საქმეს ვერე კარგად და ხარისხიერად გავაკეთებთ. მედიცინაშიც აი ზოგადი რჩევები არასდროს არ ვარგა ისეთი ადამიანებისგან, რომელიც უშუალოდ სპეციალისტი არ არის იმ სფეროში, ხო? ეხლა ვიღაცა თქვათ აიღებს და სიტყვაზე ამბობ რაღაცა რჩევებს იძლევა, თქვათ რაღაცა როგორ ვიზრუნოთ, თქვათ კუჭზე, ან გულზე, ან რაღაცა დაავადებებზე. ის არ არის უშუალოდ ამის სპეციალისტი და ზოგადად იძლევა ყველაფერს რჩევებს. ანუ დღეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია, რაღაც ChatGPT-ს რაღაცას კითხავ, მე ამ ვიდეოს ჩაწერო, მე გასწავლით ახლა რაღაცას, მაგრამ ის არ არის ამ დარგის სპეციალისტი, ანუ არაფერი არ გაუკეთებია. ხო, იქ უკვე რამდენიმე კითხვა ჩაეძია, უკვე რა თქმა უნდა იმის იქით აღარ. ხო, იმ მომენტში რაღაცა დაზეპირებული აქვს და რაღაცა მე გასწავლით, რაღაცა მეგობრებო, როგორ დავუშვათ ისრუნოთ რაღაცაზე, სიტყვაზე ვამბობ. რაც აბსურდია, ხო, ანუ ცალკე დარგი არის, ანუ ერთი დარგის ექიმი შენ არ მოგცემს რეკომენდაციას, მეორე, ანუ ყურის ექიმი არ გიჩვენს. ხო, ელემენტარულად რა ვიღოთ მედიცინაზე რო ვაბარებ, ნუ ირჩევ ხო რაღაც სპეციალობას, ესე იგი ტყუილად არ არის ეს მოგონილი, ესე იგი ესია საჭირო, ხო? რა თქმა უნდა ეს ჩვენი პროცესია. ხო, ეს სეგმენტაციაც ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის და განვითარების
ნაწილია, მაგრამ ეს განვითარება დამოკიდებული არა მარტო ჩვენზე, არამედ საზოგადოებაზეც რა, ანუ საზოგადოება რაღაცნაირად გასტიმულირებს შენ, არის ყველაზე მეტი სტიმული გექნება მაშინ, როცა მოსწავლე გთხოვს ცოდნას. აი მოსწავლე ეს არის ყველაზე დიდი სტიმული იმისა, რომ შენ განვითარდე რა, იმიტომ რომ შენი ცოდნა რო არ ფასდება, მე შენ სტიმული არა გაქვს, თუ ვერ იყენებ რა. ხო, და ნუ კიდევ ცოდნა ძალიან დიდი იარაღია და ძალიან დიდი ძალაა. მე მაგალითად ძალიან ამაყი ვარ ხოლმე ჩემი მოსწავლეების წინაშე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანთან შემიძლია ვიმუშაო. ეს ხო ყველაფერია. ხო. მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ მე უნდა გავჩერდე. არავითარ შემთხვევაში. ეხლა შემოგიერთდებით ოქტომბერში. კიდევ მოგისმენთ სიამოვნებით. კარგი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მადლობა. წარმატებები მინდა გისურვო და გელით. მადლობა, ასევე წარმატებები და ეჭვარ მეპარება, რომ კიდევ ბევრს გაზდით. ბევრ განათლებას მისცემთ, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი მივიღე თქვენგან. მადლობა გიახ. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ.